გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯური ჟურნალისტი. დღეს 27 ივლისია. თქვენ უყურებთ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან პროექტს VT საქართველოს ნიუსი. მორალის პოლიცია ქართულად საპროტესტო ბანერის გამო დაკავებული აქტივისტები და რუსეთის მოქალაქეებით სავსე ბათუმი. დღეს ჩვენი გუნდი ამ თემებზე მოგიყვებათ. პაპუაშვილი ანტიევროპულ რიტორიკას აღრმავებს და ოფიციალურ Facebook გვერდზე ევროკავშირში გაწევრების იდეის მიზანს შეწონილობას ეჭქვეშ აყენებს. ვრცელ სტატუსში შალვა პაპუაშვილი გერმანიის იდეას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ახალ წევრ სახელმწიფოებს ეგრეთ წოდებული ვეტოს უფლება აღარ ჰქონდეთ. ამ პერსპექტივას პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს როგორც საფრთხეს სუვერენიტეტისთვის და ამტკიცებს, რომ ასეთი პირობებით ევროკავშირში შესვლა სახელმწიფოებრივად საფრთხის შემცველია. გთავაზობთ მისი ვრცელი Facebook პოსტიდან რამდენიმე ამონარიც. სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა, რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტს თავიდანვე გართმევენ. ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოებისთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას სულ მცირე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება. შეგახსენებთ, ევროკავშირში ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების არ გაზიარებაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ორბანმა და სხვა ულტრაპოპულისტმა ძალებმა გაერთიანების ძირითადი ფასეულობების წინააღმდეგ აღნიშნული ინსტრუმენტი ერთობის რღვევის მცდელობისთვის გამოიყენეს. ევროკავშირის იდეის წინააღმდეგ პაპუაშვილის ახალ მესიჯბოქს უკვე მოყვა შეფასებები სამოქალაქო საზოგადოებაში, მოვისმინოთ ერთ-ერთი მათგანი. პაპუაშვილის ავანდელი განცხადება ვინმე შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი, რომელსაც ქართული ოცნება ბოლო წლებია სისტემატიურად, ინტენსიურად ეწევა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის თვისებრივად ახალი განცხადება, ახალი ტიპის ანტიდასავლური განცხადება, იმიტომ რომ აქ პაპუაშვილი შავი თეთრზე პირდაპირ ღიად, ცხადად და მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველოს არავითარი სარგებელი ევროკავშირში გაწევრებისგან არ მოაქვს. დაანონსებული ძალადობის ქრონიკა ტრადიციების დაცვის სახელით. MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი თავის მეგობრებთან ერთად ორგანიზაციის დაფუძნებას აანონსებს. ის მეგობრების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ცალსახად ამბობს, რომ მზად არის ციხეშიც კი წავიდეს. რის გაკეთებას აპირებს კონკრეტულად, თუ კი ჩათვლის, რომ ვინმემ ისტორია, კულტურა და ტრადიცია შეურაცხო, არ აკონკრეტებს. არც იმას, რას გულისხმობს მყისიერი რეაგირება. არც იმას, რატომ შეიძლება გახდეს საერთოდ ციხეში წასვლა საჭირო. გამართულ პრესკონფერენციაზე მან ჟურნალისტების კითხვა საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე და ტრადიციებზე ვერ ან არ უპასუხა. იურისტები ქართველიშვილის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ხედავენ. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეთ კითხვით, აპირებს თუ არა რეაგირებას, პასუხს ამ დრომდე ველით. მანამდე კი დამოუკიდებელი იურისტების შეფასებებს გთავაზობთ. სამართლებრივად ფიქრობ, რომ არის აქ საფუძვლები გამოძიების დაწყების, იმიტომ რომ ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობით მსგავსი ინიციატივები, ანუ ძალადობრივი ბანდფორმირებების შექმნა, ან ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ხო, ამიტომ მინიმუმ გამოძიების დაწყების სტანდარტი ამ შემთხვევაში არსებობს და ამ გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს რეალურად ეს ადამიანები. მათ შორის, როდესაც დღევანდელ ბრიფინგზე აცხადებდნენ, რომ მზად არიან მათ შორის, რომ ისეთი ღონისძიებები გაატარონ, რომელიც მათ ციხეში წასვლას განაპირობებს. ხო, ანუ ციხისთვის მზად ყოფნას გამოხატავენ. ცხადია, ბუნებრივია აქ იგულისხმება, ესე იგი რაღაც ტიპის კანონგარეშე სავარაუდოდ აგრესიული ქმედებები. ხო, ამიტომ ამ საკითხებით ბუნებრივია ცალსახად უნდა დაინტერესდეს სამართალმცავი ორგანოები. დაკავება უწვაწული საპროტესტო ბანერის გამო. აქტივისტი თორნიკე თოშხვა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში კი ბანერი ეჭირა, სადაც კითხვას სვამდა. ბიძინა, შემდეგ 300-იანი უცენზურო სიტყვა და კი თუ არა, ეს იყო კითხვის შინაარსი. ამ ბანერის გამო მისი დაკავების შემდეგ სხვა აქტივისტებმა სოლიდარობის ნიშნად იგივე შინაარსის ბანერები დაიჭირეს. პოლიციამ ისინიც დააკავა. განმარტებისთვის ბანერზე გაკეთებული წარწერაზე არ იყო დაკონკრეტებული კონკრეტულად ვინ ბიძინა, თუმცა სახელმწიფო ტელევიზიები ამ ამბის გაშუქებისას ამტკიცებდნენ, რომ აქტივისტები ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებდნენ შეურაცხყოფელი ეპითეტებით. პოლიციამ აქტივისტების დაკავებისას ძალა გამოიყენა.
მსგავსი დაკავებები წლების წინ რუსეთში ხდებოდა როგორც დედაქალაქ მოსკოვში, ასე პუტინის მშობლიურ პეტერბურგში. მოქალაქეები ქუჩაში იდგნენ საპროტესტო ბანერებით და მაისურზე წარწერებით, რომელზეც იგივე შინაარსის უწმაწური სიტყვა იყო. არც იმ შემთხვევაში ხდებოდა იდენტიფიცირება თუ ვის მიემართებოდა ეს სიტყვა, თუმცა მათი დაკავება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მსგავსი დაკავებების შემდეგ ეტაპი უკვე ფიფქების წინააღმდეგ ბრძოლა იყო. მაშინ რუსეთის მოქალაქეებმა ბანერზე 3 ან 5 ფიფქის დაწერა დაიწყეს. ფიფქები სოციალურ ქსელებში უწმაწური სიტყვების ფიფქებს დასაფარად იყენებენ. რუსეთში იმ ხალხსაც იჭერდნენ, ვისაც ხელში ბანერი ეჭირა და 3 ან 5 ფიფქი ჰქონდა. რუსეთის მოქალაქეების თემით ვაგზავნებთ გამოშვებას, თუმცა ამჯერად ბათუმში თავმოყრილი ადამიანების შესახებ მოგიყვებით. საზღვაო სეზონი პიკზეა და პიკზეა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების რაოდენობაც. თუმცა ბათუმი არც იმათ რაოდენობას უჩივის, ვინც თავს უკვე ადგილობრივად თვლის. ნაყიდი უძრავი ქონება, კანონის დარღვევით წარმოებული ბიზნესი და მომსახურების სფერო, რომელიც ადგილობრივების კრიტიკას ვერ უძლებს. სალომე ბოკუჩავა სიუჟეტი ბათუმიდან. სათქმელი, სადაც ნათქვამია ჩემი ბანერით. რუსეთი ოკუპანტია, ტერორისტია, რუსეთი ჩვენი მტერია. ერთი ადამიანის პროტესტი, რომელიც ბათუმელების ნაწილის სათქმელს ამბობს. ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქეები საზღვაო სეზონზე რუსეთის მოქალაქეების სიმრავლეს განსაკუთრებით გრძნობენ. სამოქალაქო აქტივისტი დარიკო ჩიტაძე ყოველდღიური აქტივიზმით ცდილობს როგორც ჩამოსულებს, ისე თანაქალაქელებს რეალობა შეახსენოს. ჩემდა სამწუხაროდ ქართულად მოსაუბრე ძალიან ბევრი რუსი გვყავს, ეგრეთ წოდებული ქართველები, რომლებიც რუსებს ეტრფიან. ყველაზე მეტი რუსი ჩამოსახლებულია ბათუმში. სხვა რეგიონებიდანაც კი ბათუმში მორბიან რუსები, რადგან იქ უფრო მეტ უხერხულობას გრძნობენ, ვიდრე ბათუმში და აქ უფრო მეტ კომფორტში არიან. ადგილობრივები და სხვა ტურისტები პრობლემად არა იმდენად რუს ტურისტებს ასახელებენ, რამდენადაც მათ მიერ საკუთარი საქმიანობის წარმოებას, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. მოქალაქეების ნაწილი მათზე მორგებულ მომსახურების პრობლემას მიიჩნევს. საშინელი რუსული სიმღერა ტრიალებს. კაფეში რო შევდივარ, პირდაპირ რუსულად მელაპარაკებიან. მოდიან და მენიუ რუსულად მოაქვთ. რუსები თითქოს მასპინძლები არიან. სადაური ტურისტები გვხვდებიან ძირითადად. ძირითადად რუსები, უკრაინელები, სანაპიროზე რუსებს დააქვთ პროდუქტები. სიმინდი მაგალითად ბათუმური. რუსული წარწერები, რუსული მუსიკა თუ შენიშნეთ. კი. რუსული კონცერტები ძირითადად ძალიან ბევრი არის და შესაბამისად ძალიან მაღალი ფასებიც აქვს. ბიზნესით ვაქვთ რუსებს ბათუმში. კი ბატონო, აქვთ და ძირითადად ქართველებს ამუშავებენ და მათთვის ხელფასი შედარებით უფრო დაბალი არის. რაზეც ეს მოქალაქეები მიანიშნებენ, ბათუმში ხშირად გვხვდება. მხოლოდ რუსული წარწერები, აბრებზე, მენიუებზე, მხოლოდ რუსულ ენაზე მოსაუბრე პერსონალი მომსახურების სფეროში. არა და ამ ყველაფერს საქართველოს კანონის სახელმწიფო ენის შესახებ 24 და 25 მუხლებით არეგულირებს. მუხლი 24. საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის და სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. მუხლი 25. როდესაც წარწერა არის ქართულად და სხვა ენაზეც, ქართული ტექსტი უნდა განთავსდეს პირველ რიგში მარცხნივ ან ზემოთ, ხოლო უცხოენოვანი ტექსტის შემდეგ მარჯვნივ ან ქვემოთ. კანონის ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის მიუხედავად კონკრეტული ბიზნეს ოპერატორები მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობენ. თუ რატომ ხდება ასე ჩვენ? შესაბამის სამსახურებს კითხვით მივმართეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ამასთან ერთად პრობლემად რჩება მაღალი ფასები. ურეკი ბევრად იაფია ვიდრე ბათუმი. ყველასთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს ფასები, მეტად გაძვირებულია სეზონთან შედარებით. კვებას რაც შეეხება ძალიან ძვირია. რაც ევროპაში ის ფასებია ზუსტად ჩვენთან. უბრალოდ შემოსავალია 1-4ჯერ ნაკლები. ვიდრე ევროპაშია. კი, რა თქმა უნდა. აი, საშუალო ფენა შეძლებს თუ არა ბათუმში კარგად დაისვას. არა, გამორიცხულია. ფასები ახლა რო გითხრათ, რომ რაღაცა შევადაროთ და ძალიან დიდი სხვაობა იყოს, ხო, ეგეთი რაღაცა არ მინახავს. ანუ საშუალო ფენა რო ჩამოვიდეს, გაწყვდება ბათუმში დასვენება.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საქართველოში მიგრირებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ფასების ზრდის მიზეზი არა მხოლოდ მომსახურების სფეროში გახლავთ. მათმა დიდმა ნაწილმა აჭარაში კერძო საკუთრების ყიდვა დაიწყო, რამაც სახლების გაძვირებაც გამოიწვია. Своим опытом покупки, приобретения недвижимости в Батуми. Мы собираемся покупать квартиру в Батуми. Აბსოლუტურად სრულად არის ოკუპირებული მეზობელი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ეს ქალაქი სრულად არის ანექსირებული ეკონომიკურადაც, რა ვიცი, პოლიტიკურადაც და ბიზნესიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში. სკოლებიც გახსნეს, თავიანთი მაღაზიები, ყველა ტიპის ბიზნესი, რაც სჭირდებათ მომსახურების სფეროში, მათ რომ აქ თავი იგრძნონ კარგად, ყველაფერი არის ფაქტობრივად მათ მიერ ესე ანექსირებული. IDFI-ის კვლევის მიხედვით 2024 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების ნაწილი 30,000-ზე მეტი ბიზნეს სუბიექტი იყო. მათმა ნაწილმა საქართველოს ბაზარი დატოვა, თუმცა დიდი ნაწილი ქვეყანაში რჩება და ოპერირებას განაგრძობს. Насладитесь красотами Батуми с Лазурного моря. Увидите горы. ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის პირველი 6 თვის სტატისტიკა. ოფიციალური მონაცემებით ტურისტი ევროკავშირიდან 4-ჯერ მეც ხარჯავს, ვიდრე ტურისტი რუსეთიდან. ევროკავშირი და ეს ქვეყნიდან შემოსული ადამიანი საშუალოდ $1,321 ხარჯავს, რუსეთის მოქალაქე $430. აი, ჩინელი ტურისტი კი $660. საქსტატის ოფიციალური მონაცემები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გააანალიზა. ახლა საუბარს სწორედ ამ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორ ნინო ევგენიძესთან გავაგრძელებ. გამარჯობა, მადლობა თქვენი დროისთვის. რა არის კვლევის მთავარი მიგნება? როგორც მოსალოდნელი იყო, ეს სტატისტიკა კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს იმ ეკონომიკური მდგენელების თაობაზე და იმ ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ხდება დღეს. მინდა აღნიშნო ასევე, რომ იცით როგორი რაღაცა არის კეთილდღეობა უსაფრთხოების გარეშე ზოგადად არ არსებობს, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში როგორც ეკონომისტი ვსაუბრობ ამ თემაზე და განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორც საქართველო გახლავთ, რომელიც ოკუპირებული, მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებული არის რუსეთის მხრიდან, ხო? ამ შემთხვევაში იმ პოლიტიკის წყალობით, რომელსაც გასული 13 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყანაში ახორციელებდა, რომელიც იყო მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა რუსულ ეკონომიკაზე და თუ გადავხედავთ მაჩვენებლებს, ნახავთ, რომ 2012 წლის ბოლოს საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების მაჩვენებელი, რა ვიცი, რაღაცა 2-დან 6%-მდე მერყეობდა და ამაზე დიდი არასდროს არ ყოფილა. ეხლა თუ გადავხედავთ ამ მონაცემებს და გავაანალიზებთ და სხვადასხვა სფეროების და სექტორების მიხედვით თუ გავუყვებით, ეს დამოკიდებულება ძალიან გაზრდილი არის და რაოდენობრივი თვალსაზრისით კი ბატონო საქართველოს ტერიტორია გადმოკვეთა 1,200,000-ზე მეტმა რუსმა ტურისტმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ყოველთვის, რომ ეს ადამიანები შემოსავლების და იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში რამე გავლენას, ასე ვთქვათ, და მართლაც როგორც რუსი პროპაგანდისტები ამბობენ, რომ თურმე ისინი გვარჩენენ ჩვენ სინამდვილეში, ეს სიმართლეს რა თქმა უნდა არ შეეფერება და ამ სტატისტიკის გაანალიზებაც ამის ნათელ მაგალითს გვაჩვენებს, იმიტომ რომ კი შემოვიდა 1,200,000 ასე ვთქვათ რუსეთიდან მოქალაქე ჩვენ ქვეყანაში ეგრეთ წოდებული ტურისტის სტატუსით, მაგრამ მათი საშუალო დანახარჯი მოგეხსენებათ რაღაცა $400-ზე მეტი არ არის, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იმ შემოსული ტურისტების მაჩვენებლებთან შედარებით და თუ გავაანალიზებთ და თუ შევადარებთ ამას, მაგალითად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტურისტები შემოსული საშუალოდ რომლებიც ხარჯავენ $1,300-ზე მეტ, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი ევროპული, ასე ვთქვათ, ევროპელი ტურისტების სასარგებლოდ 60-ჯერ მეტია, ვიდრე რუსი
ტურისტებისა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამგვარი, ასე ვთქვათ, ტურისტებზე კონცენტრირება, ესეთი ხა ნორმალური ქვეყანა რო ვიყოთ, არ უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ. ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ კი შეიძლება, რა ვიცი, 6 მილიონზე და 7 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი, ასე ვთქვათ, უნარებით როგორ შეგვიძლია რომ გაუწიოთ, ასე ვთქვათ, მომსახურებამ ამ დონის მაჩვენებელს ისე, რომ ქვეყნის ბიუჯეტშიც დარჩეს შემოსული შემოსავლები, რომელიც სარგებელს მოგვიტანს. არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, გასაანალიზებლად. ბოდიში, ეს გასაგებია, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნების წევრები საკმაოდ გააქტიურებულები არიან აღმოსავლეთ ბაზრებზე, მათ შორის სტრატეგიული ხელშეკრულებები თუნდაც ჩინეთთან. ამ მიმართულებით თუ ჩანს რამე ახალი სტატისტიკაში? იგივე ჩინეთთან დაკავშირებით ახლა 128,000-მდე ტურისტი იყო შემოსული და ისინი საშუალოდ დაახლოებით $600 ხარჯავენ, ხო? და ხშირად ამ შემთხვევაში აი რუსებს და ჩინელებს ეხებათ ეს, მათ აქვთ თავიანთი ტურისტული კომპანიები, თავიანთი გიდების, ასე ვთქვათ, მომსახურების სერვისები. ხშირ შემთხვევაში ფინანსური მექანიზმებიც ისინი როგორც იხდიან ამ ფულს არის რა ვიცი, ჩინური რაღაცა ფინანსური გადარიცხვის და ასე ვთქვათ, მომსახურების სერვისები, რომლებიც საერთოდ აღარ აღირიცხება არც ქართულ საბანკო სექტორში, არც გადასახადებს იხდიან. გნებავთ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ჩვენი ქვეყნის, რომელზეც დამოკიდებულია ამ ქვეყნის კეთილდღეობა და ეკონომიკური განვითარება და გნებავთ შემოსავლების კუთხით, თუ რა შემოსავლების და რა გადასახადების გენერირება ხდება ამით ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში, იმდენად მიზერული არის იმ მოცულობასთან შედარებით და იმ აღურიცხავ შემოსავლების მასშტაბებთან შედარებით, რაც ისინი თავად იღებენ აქ საქართველოში ყოფნიდან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი ჩვენი, რატომაც ვაკეთებთ ამის მუდმივ მონიტორინგს და გაანალიზებას და ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის გასაგებია და რო დავაზუსტოთ, ჩვენ ახლა საუბრობთ სახელმწიფოს ოფიციალურ სტატისტიკაზე და როდესაც ხელისუფლება ამ მონაცემებს ხედავს, ლოგიკურად რას უნდა აკეთებდეს ის? თქვენ ეს ჰიპოთეტური კითხვა დამისვით იმ შემთხვევაში, რომ ნორმალური სახელმწიფო იყოს და ჩვენ ახლა არ ვიმყოფებით ნორმალურ ვითარებაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასთან და ფაქტიურად იმის გაკონტროლება აქ ვინ შემოდის და ვინ გადის, წარმოუდგენელია. კი შეიძლება ჩვენ ახლა ტურისტი ვეძახოთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგად ვიცით ჩვენ თვითონ, რომ ესენი რაღაცა ტურისტები შეიძლება არ იყვნენ და კიდევ ერთხელ ეკონომიკური კუთხით თუ მიუდგებით ამ ყველაფერს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სტატისტიკა ყველაფერს მეტყველებს ამაზე. ისრაელიდან შემოსული ტურისტი ხარჯავს, რა ვიცი, $1,400 თუ $1,500-ზე მეც. ევროპიდან შემოსული ტურისტი ხარჯავს $1,300-ზე მეც, რაც 3-ჯერ, 4-ჯერ და 5-ჯერ მეტია რუსეთიდან შემოსული ტურისტების და მათ მიერ საშუალოდ გაწეული დანახარჯების კუთხით. ამიტომ კიდევ ერთხელ პრიორიტეტი, რა თქმა უნდა იყოს ევროპულ განვითარებულ, არა მარტო ევროპულ განვითარებულ, იგივე ამერიკიდან შემოსული ტურისტებიც 3-ჯერ 4-ჯერ მეც ხარჯავენ ვიდრე რუსი ტურისტები. ისეთ სეგმენტებზე რომელსაც ამ ქვეყანაში მეტი შემოსავალი, მეტი გადასახადი შემოაქვთ, იმიტომ რომ სწორედ ამ შემოსული შემოსავლებით და გადასახადებით უნდა ხდებოდეს შემდგომში უკეთესი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება, უკეთესი სოციალური სერვისების მიწოდება და ასე შემდეგ. მარტივად რომ ახსნათ მთელი ეს ზოგადად ეს ჯაჭვი როგორ ოპერირებს. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს კითხვებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე პასუხობდა. ინტერვიუს სრულ ვერსიას ჩვენ სოციალური მედიის პლატფორმებზე შემოგთავაზებთ. აქვე გთხოვთ გამოიწეროთ საქართველოს ნიუსი, როგორც YouTube-ზე, ასევე Facebook-ზე. დღეისთვის კი სულ ეს იყო. ჩვენ გავაგზავნებთ მუშაობასო, თქვენამდე მოვიტანოთ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ევროპიდან, თავისუფალი საქართველოსთვის. დროებით.